დღეს მიმდინარე ეს რეპრესიული მეთოდები უფრო ამას აფასებენ ხშირად როგორც დასაქმებულთა პოლიტიკური ნიშნით დევნან. მე მიმაჩნია, რომ ეს უფრო მძიმე შეფასებას იმსახურებს, ვინაიდან მიზნად ისახავს საჯარო მოსამსახურეებისთვის ისეთი ფუნდამენტური უფლების ჩამორთმევას, როგორიც არის აზრისა და გამოხატვის თავისუფლება. ეს მეგიკა ციტატია იუსტიციის სახლის იურიდიული დეპარტამენტის ყოფილი უფროსი. ყოფილი იმიტომ, რომ კანონში შესული ცვლილებების საფუძველზე გაათავისუფლეს. როგორც თავად ამბობს პოლიტიკური მოტივით. პოლიტიკური მოტივით გათავისუფლებაზე საუბრობენ სხვა საჯარო მოხელეებიც. სია საკმაოდ ვრცელია და არასამთავრობო ორგანიზაციები აკეთებენ ჩამონათვალს, საიდან გაათავისუფლებს ადამიანები პოლიტიკური ნიშნით. ეს ადამიანები ამბობენ, რომ სამსახურიდან გაუშვეს მას შემდეგ, რაც საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს პეტიციების სახით, ან გამოხატეს ღიად პროტესტი ირაკლი კობახიძის განცხადებაზე. და რა თქვა ირაკლი კობახიძემ? ეს მივიღეთ გადაწყვეტილება 2028 წლის ბოლომდე დღის რიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ეს განცხადება ირაკლი კობახიძემ 2024 წლის 28 ნოემბერს გააკეთა. მას შემდეგ იყო არაერთი ღია პეტიცია, ღია განცხადება და აქციები, სადაც საჯარო მოხელეები საუბრობდნენ, რომ ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგებოდა კონსტიტუციას და ღიად გამოხატავდნენ საკუთარ პოზიციას. თავად საჯარო მოხელის ფიციც ამბობს, რომ საჯარო მოხელემ უნდა დაიცვა საქართველოს კონსტიტუცია. პატივის სცემს საჯარო ინტერესებს, ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს. კეთილსინდისიერად აღასრულოს მათი მოვალეობა. და სწორედ ამ ფიციდან გამომდინარე საუბრობენ საჯარო მოხელეები, რომ მათ პეტიციებში სწორედ ეს ფიცი იყო. ამ ფიცით იყო გამყარებული და გამყარებული იყო კონსტიტუციის 78 მუხლით. თუმცა ყოველივე ეს ქართული ოცნების მხრიდან შეფასდა როგორც საბოტაჟი, თვითლუსტრაცია და სისტემის თვითწმენდა. ერთ-ერთი პირველი, ვინც საჯარო მოხელეების პეტიციებს გამოეხმაურა, იყო თბილისის მერი, რომელმაც თქვა, რომ ეს იყო საბოტაჟი. მაგრამ ახლა ვნახოთ, რა თქვა ირაკლი კობახიძემ, მან ეს განცხადება გააკეთა 3 იანვარს. ეს პროცესი ძალიან საინტერესოდ წარიმართა. ჩვენ ვაკვირდებოდით, რა თქმა უნდა, ყოველას მოქმედებას. და ყოველას მოქმედებაზე გვექნება რეაგირება. ეს რეაგირება იქნება კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ რეაგირება იქნება. რეაგირება ნამდვილად იყო. მაგალითად, არ გაგრძელებული ხელშეკრულებები, ცვლილება კანონმდებლობაში და სხვადასხვა უწყებაში დაწყებული რეორგანიზაციები. სანამ 2024 წლის 28 ნოემბრამდე მივალთ, გავყვეთ ყველაფერს ნაბიჯ-ნაბიჯ. დავიწყოთ 2014 წლით, როდესაც ქართულმა ოცნებამ დაიწყო საჯარო სამსახურის რეფორმაზე მუშაობა. შემუშავდა კონცეფცია, როგორი უნდა ყოფილიყო საჯარო სამსახური. რეფორმის მიზანია ეფექტური და ეფექტიანი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბება, რომელიც მერიტოკრატიული პრინციპზე იქნება დაფუძნებული და უზრუნველყოფს პროფესიონალიზმის წახალისებას, ხელშეწყობასა და დაფასებას. სწორედ ასეთი უნდა ყოფილიყო საჯარო სამსახური და ამის საფუძველზე შეიქმნა სრულიად ახალი კანონმდებლობა. თუმცა სანამ კანონმდებლობაზე გადავალთ, ნახოთ რას გვეუბნება რეფორმაში ჩართული ერთ-ერთი ადამიანი. იქამდე ქონდა საერთოდ სხვა სისტემა, ეგრეთ წოდებული ბენდუქიძის დროინდელი სისტემა, სადაც უფრო ბიზნეს ურთიერთობა იყო საჯარო სამსახურში, მარტივი იყო როგორც მიიღება, ისე განთავისუფლება და ამას თავის პლუსები შეიძლება ქონოდა რაღაც სხვა მიმართულებით, იმიტომ რომ უფრო მეტი კონკურენციის საფუძველი იყო და მარტივი იყო ამ მიმართულებით, მაგრამ ჩვენ რადგან გადავწყვეტეთ, რომ ევროკავშირთან დაახლოების გზა გაგვეგრძელებინა, ევროკავშირის სისტემა არის პროფესიული საჯარო სამსახურის სისტემა და არა ამერიკული სისტემა, სადაც უფრო კონკურენციაზე ყველაფერი დამოკიდებული. პროფესიული საჯარო სამსახური ნიშნავს იმას, რომ ეს არის კარიერაზე დაფუძნებული საჯარო სამსახური, როცა შიგნით ხდება კონკურსი და არა გარედან. ხვდებით, ხო, რომ საჯარო მოხელეს მიეცეს ზრდის საშუალება, რომ მან სამინისტროში დაიწყოს დაბალი საფეხურიდან და მიაღწიოს უმაღლეს საფეხურს. ეს არის კარიერული სისტემა. იცვლებიან ხელისუფლებები, მაგრამ საჯარო სექტორი, ასე ვთქვათ, სტაბილურად არსებობს. ის ცოდნა, რაც იქ არის, შენარჩუნებულია ინსტიტუციური ცოდნა, გამოცდილება და ისინი არ არიან დამოკიდებული, არ ეშინიათ ცვლილებების. სწორედ ის, რომ საჯარო მოხელეს არ შეშნებოდა ცვლილებების და არ ყოფილიყო მისი თანამდებობაზე ყოფნა დამოკიდებული იმაზე, ვინ იქნებოდა პოლიტიკურ თანამდებობაზე, სწორედ ამიტომ შეიქმნა ეს კანონი.
ამ კანონის მიზანია უზრუნველყოს კარიერულ წინსვლაზე, დამსახურებაზე, კეთილსინდისიერებაზე, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე, მიუკერძოებლობასა და ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებული სტაბილური საქართველოს ერთიანი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბება. სწორედ ეს განისაზღვრა კანონის მიზნად. კანონში ერთმანეთსაგან გაიმიჯნა საჯარო და სახელმწიფო სამსახური, ასევე საჯარო მოხელე და სახელმწიფო მოხელე. საჯარო მოხელე არის პროფესიული საჯარო მოხელე, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი. ახლა რა განსხვავებაა მათ შორის? პროფესიული საჯარო მოხელე არის პირი, ვინც ინიშნება უვადოდ, რაც უზრუნველყოფს მისი საჯარო ინტერესის დაცვას. მეორე, ესაა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი და სწორედ ხელშეკრულება არეგულირებს მის სამსახურებრივ სფეროს. მაგრამ არის ხოლმე მაგალითები, როდესაც თქვათ საჯარო სამსახურში ერთ და იგივე პოზიციაზე, თქვათ იურისტის პოზიციაზე მუშაობს პროფესიული საჯარო მოხელეც და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული საჯარო მოხელეც და შეიძლება ერთ და იგივე საქმესაც ასრულებდნენ. და მესამე, ეს არის ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი. და აქამდე ძირითადად ესენი იყვნენ ადამიანები, მაგალითად მინისტრის მოადგილეები, მინისტრის მრჩევლები. ასე ვთქვათ, პოლიტიკური თანამდებობის პირისთვის დამხმარე ადამიანები, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ მისთვის სხვადასხვა სამსახურის გაწევა და მისი საქმიანობის ხელშეწყობა. როდესაც კობახიძემ შეაჩერა მოლაპარაკების პროცესი, თქვა აი ესეც. ჩვენ არ ვჩერდებით და განვაგრძოთ ასოცირების დღესასრიგითა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას და როგორც დღეს დამტკიცებულ სამთავრობო პროგრამაში აღნიშნული 2028 წლისთვის ამ ვალდებულებების 90%-ზე მეტი გვექნება შესრულებული. როგორ გეგმავენ 90%-ის შესრულებას, ამას ნამდვილად ვერ ვიწინასწარმეტყველებთ, თუმცა, როდესაც ასოცირების შეთანხმებაზე ვსაუბრობთ, უნდა გავიხსენოთ, რომ მეოთხე მუხლში, ასოცირების შეთანხმების მეოთხე მუხლში, ნათლად ეწერა, რომ გაგრძელდეს საჯარო მმართველობის რეფორმა და შექმნას ანგარიშვალდებული ეფექტიანი, ქმედითი გამჭვირვალე პროფესიონალური საჯარო სამსახური. სწორედ ამ ასოცირების შეთანხმების მეოთხე მუხლის მიხედვით, ევროკავშირთან დაახლოების მოტივით შეიქმნა ის საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიცადაც უკვე ვისაუბრეთ. მოწესრიგდა ასე თუ ისე ის ნორმები, რომელიც ვახსენეთ. 2014 წელს მიღებული კონცეფციის მიხედვით, რეფორმის კოორდინაცია, მონიტორინგი და უწყებებში დანერგვა დაევალა საჯარო სამსახურის ბიუროს. ეს არის ის საჯარო სამსახურის ბიურო, რომლის თანამშრომლებმაც განცხადება გამოაქვეყნეს მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ კანონში ცვლილებები შეიტანა და თქვეს, რომ ეს ცვლილებები აუარესებს საჯარო მოხელეების უფლებრივ მდგომარეობას და საფრთხეს უქმნის უფლების დაცვის სამართლებრივი გარანტიების არსებობას. ასევე ცვლილებები ეწინააღმდეგება საჯარო სამსახურის კანონით განსაზღვრულ ღირებულებებსა და პრინციპებს. 2025 წლის თებერვალში კი ცნობილი ხდება, რომ საჯარო სამსახურის ბიურო აღარ იარსებებს იმ სახით, რა სახითაც არსებობდა. საქართველოს მთავრობის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ მთავრობის მართვის რაციონალიზაციისა და ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით მიიღეს ეს გადაწყვეტილება. აქვე წერია, რომ საჯარო სამსახურის ბიუროს გამოაკლდა ისეთი ფუნქციები, როგორიც არის დეკლარაციები და ეთიკის ნაწილი. დეკლარაციები გამოაკლდა ბიუროს 2 წლის წინ, ხოლო ეთიკა 2024 წელს გადაეცა ანტიკორუფციულ ბიუროს. რეალურად ანტიკორუფციულ ბიუროს პრობლემა აქვს, იმიტომ რომ დეკლარაციები არ არის ღია და ამას მიუთითებს მისი ხელმძღვანელი, რომ პრობლემა არის ტექნიკური და ამას გამოასწორებენ. ამის შემდეგ, რაც მთავრობამ თქვა, რომ ბიურო გაუქმდება, ბიუროს თანამშრომლებმა კვლავ გაავრცელეს განცხადება, სადაც მიუთითეს, რომ დეკლარაციებსა და ეთიკასთან დაკავშირებული ფუნქციების გადაცემით არ შეცვლილა ბიუროს ძირითადი როლი. და მათ მიუთითეს, რომ საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაცია ემსახურება საჯარო სამსახურის წმენდას და კრიტიკული აზრის ჩახშობას. ეს იყო პოზიცია, რომელიც გააჟღერეს ბიუროს თანამშრომლებმა, თუმცა აქვე შემიძლია მოგასმენინოთ იმ ადამიანის კომენტარი, ბიუროს ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელის კომენტარი, რომელმაც თანამდებობა დატოვა მას შემდეგ, რაც კანონში შევიდა ცვლილებები. ამ კანონის ცვლილებით ჩემი დეპარტამენტი იყო ის საკონძერგოლი, რომელიც სისტემას უნდა დახმარებოდა ამ ცვლილებების აღსრულებაში. რომელიც აბსოლუტურად წინააღმდეგობაში მოდის. ჩემს პირად ღირებულებებთან კი არა, ზოგადად თვითონ კანონისვე გაცხადებულ პრინციპებთან მოდის წინააღმდეგობაში, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტთან მიმართებით და მიუკერძოებულად, ბევრი თითქმის ყველა. ხო?
ამიტომ ჩემთვის და მათ შორის ჩემი გუნდის დიდი ნაწილისთვისაც, ვინც ჩვენს პეტიციას ხელი მოვაწერეთ, ჩემთვის წარმოუდგენელი იყო სისტემის თანამშრომლებს, რომლებსაც გუშინ ვეუბნებოდი, რომ ჩვენ ვაშენებთ მიუკერძოებელ დამსახურებაზე დაფუძნებულ პოლიტიკურად ნეიტრალურ საჯარო სამსახურს და მენეჯერი ასეთი უნდა იყოს დეპარტამენტის უფროსი ამ სტანდარტით და ასე შემდეგ. ახლა ჩემთვის წარმოუდგენელი იყო ამ ხედვის შეცვლა უცებ და იცით რა, კი არ არის პრობლემა ადმინისტრაციული ხელშეკრულებით გადახვალთ და მე ერთ თვეში გაგანთავისუფლებენ, ხო? და ეს პროცედურა როგორ უნდა დამელაგებინა მოხელეებისთვის და ზოგადად ადამიანური რესურსების მართვის ერთეულებისთვის ჩემთვის იყო წარმოუდგენელი. და ჩემმა ერთმა კოლეგამ ძალიან კარგი რაღაც თქვა, რომ ბიურო ამ კანონთან მიმართებით ზუსტად ისე იქცევა, როგორც პოლიციელი, რომელიც შორიდან უყურებს, როგორ ურტყავენ ხალხს. ჩვენც რაღაც ესე გამოგვდიოდა, რომ შორიდან უნდა შეგვეხედა, როგორ ურტყავდნენ მენეჯერებს მოკლედ და გადაყავდათ ესე პანტაპუნტით ადმინისტრაციული ხელშეკრულებით. ადამიანები, რომლებიც გახდნენ პირველადი სამიზნეები სამსახურიდან გათავისუფლების, იყვნენ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული ადამიანები. და ეს მარტივიც იყო, იმიტომ რომ თქვათ, წლის დასაწყისში იდება შრომითი ხელშეკრულება და წლის ბოლოს ეს ერთწლიანი შრომითი ხელშეკრულება მთავრდება. და ამიტომაც მარტივი იყო სხვადასხვა უწყებებისთვის, ეთქვა თანამშრომლებისთვის, რომ მათ სამსახურიდან უშვებდნენ, იმიტომ რომ მათი ხელშეკრულება დასრულდა და ეს იყო საფუძველი. თუმცა აქ არის ერთი მაგრამ. და ეს მაგრამ არის შრომითი კოდექსი, რომელიც გვეუბნება, რომ თუ პირი 30 თვეზე მეტ ხანს მუშაობს გადაბმულად, არ აქვს მნიშვნელობა იქნება ის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული თუ არა, ის მიიჩნევა უვადოდ დასაქმებულად. და მხოლოდ ის საფუძველი, რომ ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა, ვეღარ იქნება ვალიდური და სამსახურიდან ვერ გაათავისუფლებენ. სწორედ ასე მოხდა მაგალითად თბილისის მერიაში ერთ-ერთი ადამიანის შემთხვევაში. ეს არის გიგა სოფრომაძე, რომელიც გვეუბნება, რომ სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზად ეს უთხრეს. 26 დეკემბერს ყველანაირი გაფრთხილებით და წინაპირობის გარეშე შემოწყობინეს, რომ წერილი დამეწერა განცხადა გათავისუფლების შესახებ ბრძანება, რომ 31 დეკემბრიდან ვიყავი გათავისუფლებული სამსახურიდან. და აბსურდული მიზეზით, რომ თითქოს მე მევალებოდა იქ შიშინებელთა პროგრამების დანერგვა და ეს პროგრამები დაინერგა და ჩემი საჭიროება იქ აღარ იყო. ხაზგეს მინდა აღვნიშნო ამაზე, რომ იქ პროგრამების დანერგვა ჩემი ხელშეკრულების ნაწილი არ ყოფილა. არც ერთი პროგრამა ჩემი დასანერგი არ იყო იქ. პროგრამებს ნერგავს სამსახური და პროგრამას ნერგავს მთლიანად უწყება. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც იღებენ მართველი პოლიტიკური თანამდებობის პირები, სამსახურის უფროსები, დედაქალაქის მერი და მისი მოადგილეები. მე მხოლოდ ჩართული უნდა ყოფილიყავი, თუ პროგრამა დაინერგებოდა ამ პროგრამის ეფექტურ შემუშავებაში. პრობაციის ეროვნული სააგენტო იყო მაგალითად კიდევ ერთი უწყება, საიდანაც შრომითი ხელშეკრულებით ადამიანები გაათავისუფლეს და აქ ნამდვილად ის საფუძველი დადგა, რომ მათ უბრალოდ გაუვიდათ ვადა. თუმცა ჩვენ ჩავწერეთ პრობაციის ეროვნულ სააგენტოში დასაქმებული ფსიქოლოგი და სოციალური მუშაკი, რომლებიც გვეუბნებიან, რომ მათი აღქმით ეს იყო პოლიტიკური მოტივით გათავისუფლება. რადგან რეალურად ორივე მათგანს ეწერა 100 მეტი საქმე და მუშაობდა 100 მეტ ბენეფიციართან. შესაბამისად, იმ მომენტში თუ იდგა საჭიროება, რომ მათ ემუშავათ ამ ბენეფიციარებთან, შეუძლებელი იყო ერთ თვეში ან ორ თვეში მომხდარიყო ისეთი რამ, რომ ეს ბენეფიციარები უბრალოდ გამქრალიყვნენ და საჭიროება აღარ ყოფილიყო ამ კადრების არსებობის. თანაც ორივე მათგანი მიუთითებს, რომ იყო არასაკმარისი იმ ადამიანების რაოდენობაც კი, ვინც მუშაობდნენ პრობაციის სააგენტოში და შესაბამისად მიუთითებენ, რომ ეს იყო პოლიტიკური მოტივით გათავისუფლება. მას შემდეგ, რაც გათავისუფლებულებმა ისაუბრეს, რომ ეს იყო პოლიტიკური მოტივით დევნა, პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ გამოაქვეყნა განცხადება და ყოველივე ამას უწოდა დეზინფორმაცია. თუმცა ჩვენ შეგვიძლია ახლა ვნახოთ, რას გვეუბნებიან უწყებაში დასაქმებული ფსიქოლოგი და სოციალური მუშაკი. სააგენტოში არსებული მდგომარეობა, სადაც იყო ყოველთვის კადრების დეფიციტი. აგვისტოს თვეში ჩვენ გვქონდა შეხვედრა მინისტრის მოადგილესთან სააგენტოში კადრების დეფიციტის გამო, რადგან შესაბამისი თანაფარდობა არ იყო სპეციალისტების რაოდენობასა და საქმეების რაოდენობას შორის. მან გაიაზრა ჩვენი გამოწვევა და დაგვირდა, რომ აუცილებლად დაამატებდა კადრებს, თუმცა დღეს ვხედავთ მოცემულ რეალობას, რომ კადრების დამატების
ნაცვლად მათ ისინი ათავისუფლებენ კადრებს. ჩემი აყვანის შემდეგ მაგალითად დაინიშნა კიდევ 2 ფსიქოლოგი, 2 სპეციალისტი და აგრეთვე გამოქვეყნდა 3 ვაკანტური პოზიცია. სოფიოფსიქოლოგია. ეხლა კი ვნახოთ, რას ამბობს სოციალური მუშაკი, თანაც იმ ფონზე, როდესაც 2024 წელს კანონში ჩნდება საერთოდ ახალი ცნება, ეს არის მაძიებელი სოციალური მუშაკი. ეს გაჩნდა იმის გამო, რომ რეალურად არსებობს კადრების დეფიციტი. არის კრიტიკული დეფიციტი არა მარტო ჩვენს სააგენტოში, არამედ ზოგადად ქვეყანაში სოციალური მუშაკების და ზუსტად ამის საფუძველზე მოხდა ჩვენი დანიშვნაც მყისიერად ხელშეკრულების საფუძველზე და ამ საქმებელთან უშუალოდ როდესაც გქონდა შეთანხმება, რომ გრძელვადიანი იქნებოდა ჩვენი თანამშრომლობა. თუმცა ხო, გადაწყვეტილება არის მოულოდნელი, იმიტომ რომ 5 თვის და 4 თვის მერე რა შეიცვალა ვერ ხვდები. ანუ ბენეფიციარები კვლავ არიან, მათი რაოდენობა კვლავ იზრდება, მომსახურებას ისევ საჭიროებენ და ის ბენეფიციართა რაოდენობა, რაზეც მაგალითად მე და ჩემი კოლეგები, გათავისუფლებული კოლეგები მუშაობდით, ფაქტურად გამოდის, რომ გადანაწილდება უკვე დარჩენილ სოციალურ მუშაკებზე, რაც მათი დატვირთვის ხარისხს კიდევ მეტად უფრო გაზრდის და შედეგი უფრო მეტად თქვათ არ იქნება სახარბიელო. ამბობდნენ, რომ თქვათ რესურსი არ გვაქვს, როდესაც ჩვენი გათავისუფლებამდე 2 თვის განმავლობაში გამოცხადდა კიდევ ერთი კონკურსი, სადაც სოციალური მუშაკები უნდა შერჩეული იყვნენ. ახლა კი შეგვიძლია გადავიდეთ კანონში შეტანილ ცვლილებებზე. და ეს ცვლილებები დაჩქარებულად მიიღო პარლამენტმა. პირველი ცვლილება მიიღეს 13 დეკემბერს. მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ დაანონსა, რომ იქნებოდა რეაგირება, მოგვიანებით მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ აპირებდნენ საჯარო სამსახურის კანონში შეტანა ცვლილებები, რაცა სისტემა გაეჯანსაღებინათ. და სწორედ ამის შემდეგ დაჩქარებულად 3 დღეში მიიღეს ახალი კანონი, რომელსაც მიხეილ ყაველაშვილმა ინაუგურაციის შემდეგ პირველი რაც გააკეთა, სწორედ ის იყო, რომ ამ და სხვა კანონებს მოაწერა ხელი. და მეორე ცვლილებებიც მიიღეს, ეს იყო უკვე 6 თებერვალს, თუმცა დავიწყოთ იმით, თუ რა შეიცვალა კანონში და რატომ საუბრობენ იურისტები და ექსპერტები, რომ ეს არის რეპრესიული მექანიზმი და კანონში ჩაწერილი ნორმები, რომლითაც საჯარო მოხელეების დაცვა ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება. დავიწყოთ იმით, რომ ეს არის საჯარო მოხელეების რანგები. და პირველი რანგის, ანუ მაღალი მმართველობის დონე, ეს არის დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები. რომ წარმოვიდგინოთ კანონში შესული ცვლილებების საფუძველზე, სწორედ ეს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები აქამდე იყვნენ პროფესიული საჯარო მოხელეები. ანუ უვადოდ დანიშნული მენეჯერები, რომლებიც იღებდნენ გადაწყვეტილებებს და უზრუნველყოფდნენ, რომ სისტემას ემუშავა, ვთქვათ, გამართულად. მაგალითად, შეგვიძლია ავიღოთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ეს არის მისი სტრუქტურა და ყველა დეპარტამენტი, რომელიც აქვს ამ უწყებას და რომლის უფროსიც აქამდე იყო უვადოდ დასაქმებული ადამიანი, ახლა გახდა ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი. და ვინ არიან ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული ადამიანები? ეს ადამიანები იყვნენ მაგალითად სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის თანაშემწეები და მრჩევლები. და ახლა დაემატა, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულებით გადავიდა ყველა ადამიანი, ვინც აქამდე იყო პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და ასევე მოადგილებიც. რას გვეუბნება კანონი? კანონი გვეუბნება, რომ პირი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით საჯარო სამსახურში, როგორც წესი, უკონკურსოდ მიიღება. ანუ მენეჯერულ პოზიციაზე დასაქმებულ ადამიანებს, რომლებიც არიან პირველი რანგის, ასე ვთქვათ, მაღალი თანამდებობის პირები, მათ აღარ სჭირდებათ კონკურსის გავლა და უწყების ხელმძღვანელს შეუძლია თავად მიიღოს გადაწყვეტილება, ვის დანიშნავს თანამდებობაზე და ვის არა. ეს კანონი გავრცელდა სიპებზეც. და სწორედ იუსტიციის სახლი იყო ერთ-ერთი სიპი, სადაც ეს კანონი ამოქმედდა და მეგი კაციტაძე იყო ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც სწორედ ამ კანონის საფუძვლით გაათავისუფლეს. ერთი თვით ადრე აცნობეს, რომ ის სამსახურიდან გათავისუფლებული იყო და სწორედ ასეც შეწყდა მისი და საჯარო სამსახურის თანამშრომლობა. რა არის ყველა პროცესში სამწუხარო? ის არის, რომ არც კი ცდილობენ, რომ ეს ყველაფერი მათ შორის ჩვენი ამ 4 თანამშრომლის გათავისუფლების საკითხი რაიმენაირად, ვთქვათ, არ ვიცი, რაღაცა სხვა სარჩული მოეძებნოს ან რაღაცა შეიფუთოს, რომ
მაგალითად არ ვიცი, რაღაცა თქვა დისციპლინური გადაცდომა გქონდა და რაღაცა ფუნქციას ვერ გავართვით. არა, ყველამ ძალიან კარგად იცის, რასთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული, რომ ეს ჩვენი დასჯა და გათავისუფლება ამ წესით უკავშირდება პირდაპირ იმ განცხადებაზე ხელმოწერას. როგორც უკვე ვახსენე, მენეჯერულ პოზიციაზე დასაქმებული ადამიანების გათავისუფლება გამარტივდა. თუმცა ცვლილებების საფუძველზე გაჩნდა კიდევ ერთი დანამატი, მაგალითად, კანონში შესული ცვლილებების შემდეგ ამ ადამიანების გათავისუფლება, ვინც არიან დეპარტამენტის ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები, ხდება მაშინაც, როდესაც თქვათ მინისტრი დატოვებს თანამდებობას. უფრო ზუსტად, პირველი დადი ჩანაწერით, რომელიც 13 დეკემბერს მიიღეს, სწორედ მაშინ უწყდებოდათ მათ ხელშეკრულება, როდესაც მინისტრი თანამდებობას დატოვებდა, ან სხვა თანამდებობაზე გადაინიშნებოდა, შეიცვლებოდა მოკლედ მათი ხელმძღვანელი. თუმცა თებერვალში მიღებული ცვლილებით მათი ხელშეკრულება წყდება, როდესაც ახალი მინისტრი მოვა მაგალითად. შესაბამისად, ეს ახალი მინისტრი გადაწყვეტს სავარაუდოდ, ვის დატოვებს თანამდებობაზე, ვის არ დატოვებს. გამოდის, რომ ის ადამიანური რესურსი, რომელიც იყო, თქვათ, გადაწყვეტილების მიმღებ თანამდებობებზე, ადმინისტრაციის დეპარტამენტების უფროსები, ადამიანები, რომლებიც, თქვათ, სხვადასხვა საფეხურზე მუშაობდნენ წლების განმავლობაში და ასე მოიპოვეს კონკურსების გავლის გზით ეს თანამდებობა. ახლა დარჩენ სრულად დაუცველები და გაუქრათ სტაბილურობის განცდა. იმიტომ რომ ახალ მოსულ მინისტრზე იქნება დამოკიდებული მათი თანამდებობაზე დარჩენა. ეს მინისტრი გადაწყვეტს, რომ დატოვოს ვინმე დეპარტამენტის უფროსად და მათ მოადგილეებად დარჩებიან. ხოლო თუ გადაწყვეტს, რომ არა, მათ მოუწევთ სამსახურის დატოვება. რადგან პირდაპირ კანონშივე წერია, რომ მათ შეუწყდებათ ეს პოზიცია. და თუ ადამიანები კონკურსის გარეშე დაინიშნებიან ამ თანამდებობაზე, ამ სფეროში ჩახედული ადამიანები საუბრობენ, რომ ეს გამოიწვევს იმას, რომ რეალურად ინსტიტუციური მეხსიერება, რომელიც არსებობს უწყებებში და ზრდასთან ერთად მოდის, გაქრება უბრალოდ და ის საქმე, რომელსაც აკეთებდნენ აქამდე, შესაძლოა საფრთხის ქვეშ დადგეს. კანონში შეიცვალა საჯარო სამსახურის შეფასების ნაწილიც. ცვლილებების მიხედვით შემცირდა მოხელის შეფასების პერიოდიც. აქამდე წელიწადში ერთხელ მოწმდებოდა მოხელე და ორჯერ უარყოფითი შეფასება იწვევდა მის სამსახურიდან გათავისუფლებას. ახლა ეს პერიოდი შემცირდა 1 წლიდან 6 თვემდე. ანუ წელიწადში ორჯერ აფასებს მოხელეს მისი უშუალო ხელმძღვანელი და უწერს შეფასებას. და თუ ორჯერვე მიიღებს არადამაკმაყოფილებელ შეფასებას, ის სამსახურიდან მიდის. შეგვიძლია ვნახოთ, რას ამბობს საჯარო სამსახურის ბიუროს ყოფილი თანამშრომელი, რომელიც ასევე მუშაობდა შეფასების ნაწილზე. თავიდან, როდესაც შეფასების დანერგვა დავიწყეთ, ჩვენს გქონდა შიში, რომ შეიძლებოდა არასწორად ყოფილიყო გამოყენებული. უფრო სადამსჯელო მექანიზმი ყოფილიყო, ანუ ვისი გაშვებაც მინდა, იმას დაბალ შეფასებებს დაუწერ და გავაგდებ, ხო? იმიტომ რომ 2 ზედიზედ უარყოფითი შეფასება გათავისუფლების საფუძველი იყო. ეს 2 წელი მაინც გჭირდებოდა თანამშრომელი იმისთვის, რომ გენახა რეალურად რა ხარისხით მუშაობს. მაგრამ საბოლოო ჯამში აღმოჩნდა აბსოლუტურად საპირისპირო. თქვენ თუ ნახავთ წლიურ ანგარიშებს ბიუროსი, ანუ ქულების ინფლაცია არის საკმაოდ მაღალი, ანუ დაახლოებით 90-97 დასაწყისში ესეთი მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა მაღალი შეფასებების. მენეჯერებს გაუჭირდათ რეალურად შესრულებული სამუშაოს ხარისხის შეფასება. ნამდვილად ამას გვეუბნება სტატისტიკაც, მაგალითად 2023 წლის სტატისტიკის მიხედვით, სხვადასხვა უწყებები, ეს არის აჭარის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, თვითმმართველობები, პარლამენტი, მთავრობა, სამინისტროები, სასამართლოები, ჯამში არადამაკმაყოფილებელი შეფასება მიიღო 7 ადამიანმა. თუმცა ამ პროცესში, როდესაც ის ადამიანები, ვინც მოხელეები უნდა შეაფასონ, ხდებიან ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული ადამიანები, ჩნდება აქაც რისკი, რომ შეიძლება მოხელეები ისე შეაფასონ, გამომდინარე მათი პოლიტიკური შეხედულებისა. მაგრამ აქ ჩნდება კიდევ ერთი დამატება, როდესაც შეფასება დასრულდება ერთ თვეში, თქვათ სამინისტროში, მინისტრს შეუძლია გადახედოს ნებისმიერი საჯარო მოხელის შეფასებას
და შემდეგ ჩაატაროს თავიდან პროცედურა და შემდეგ გადაწყვიტოს რას დაუწერს. თქვათ თუ აქვს დამაკმაყოფილებელი, აქვს უფლება დაუწეროს არადამაკმაყოფილებელი და ესეც პროცედურულად ეს ნაწილი შემოდის. და კიდევ ერთი არის ის, რომ აქამდე მოხელე შეეძლო გაესაჩივრებინა საკუთარი მიღებული შეფასება, თუ არ ეთანხმებოდა მას მინისტრთან მაგალითად. მაგრამ ახლა მინისტრს ეძლევა პირდაპირ შესაძლებლობა, რომ არა გასაჩივრების შემდეგ გადახედოს, არამედ პირდაპირ საკუთარი სურვილით გადახედოს ნებისმიერი საჯარო მოხელის შეფასებას და შემდეგ დაუწეროს მას ისეთი შეფასება, როგორცაც თვითონ გადაწყვეტს, რომ იმ მომენტში იმსახურებს ესა თუ ის საჯარო მოხელე. და შეფასების ნაწილში შემოდის, ასე ვთქვათ, სადამსჯელო მექანიზმიც. ეს არის სარგოს 20%-ის დაკლება. თუმცა კანონში არ იკითხება, რის 20%-ს აკლებენ მოხელეს. წერია, რომ თუ არადამაკმაყოფილებელი შეფასება მიიღო, ახალი შეფასების პერიოდის დაწყებამდე დააკლდება 20%. თუმცა პირველი შეფასება უნდა დამთავრდეს ახლის დაწყებამდე 10 დღით ადრე. ეს შეფასება რომ დამთავრდება, შემდეგ 10 დღის განმავლობაში, შემდეგ იწყება მეორე შეფასების ათვლა. რა გამოდის, ანუ ეს 10 დღის 20% დააკლდება, 1 თვის 20% დააკლდება, თუ 6 თვის 20% დააკლდება, ეს კანონში არ იკითხება გარკვევით და მათ შორის ამაზე პასუხს ვერ გვცემენ ვერც იურისტები. დიდი ცვლილებები განჭვრეტა ტოპისთან დაკავშირებით პრობლემებს წარმოშობს, როგორ მოხდება ამ ნორმების პრაქტიკაში ინტერპრეტაცია, რადგან კანონში სრულყოფილად არ არის მოწესრიგებული და ხშირ შემთხვევაში შესაძლებელია სხვადასხვანაირად მოხდეს და სხვადასხვა ფორმით ამ ნორმის განმარტება, თუმცა პრაქტიკაში ეს ნორმის აღსრულება რა ფორმით მოხდება, ესეც საინტერესოა. ორ მაგაც წავიკითხოთ, ერთი რო ეს შეიძლება იყოს ერთჯერადი, ანუ შეფასების ბოლოს დააკლდეს 20%, თუმცა შეფასების პერიოდი ისე არის განსაზღვრული, რომ შეიძლება გავრცელდეს მეორე შეფასებამდე 6 თვის პერიოდზე. ბუნდოვანია ჩანაწერი დამატებით განმარტებებს საჭიროებს. სწორედ ამიტომ ცადეთ კითხვები დაგვესვა კანონის ინიციატორებისთვის. არა მხოლოდ ამ მუხთან, ასე ვთქვათ, არამედ სხვა მუხტებთან დაკავშირებითაც, თუმცა პასუხები ვერ მივიღეთ და მაგალითად მოგასმენინებთ ერთ-ერთი ინიციატორის ალუდა ხუდუშაურის კომენტარს. ბატონო. გამარჯობა ბატონო ალუდა. ონლაინ მედია პროექტ 64-დან გირეკავ ჟურნალისტი ვარ ელენე ზაქაშვილი. რამდენიმე კითხვა გვინდა დაგისვათ საჯარო სამსახურის კანონში შეტანილ ცვლილებებს. ხომ უნდა მკითხოთ, რომ შეხვედრაზე ვარ, ცალი არ თქვენ რომ პირდაპირ ისეთ კითხვას გასაგებია, მაგრამ ეს ხომ უნდა მკითხოთ, ხო? არა, კითხვა არ დამიწყე, უბრალოდ არა, ხომ უნდა მკითხოთ, ცალია თუ არა, ხო? მაგას გეკითხებით, ხო? დიახ, ცალია. ერთხელ ხო გაგითიშეთ, ხო? ერთხელ ხო გაგითიშეთ. მირეკავთ 5 წუთში და შეხვედრაზე ვარ, არ ცალია რომ როდის მოახერხებთ რომ არ ვიცი რა გითხრათ ახლა თქვენთან ახლა ესე წინასწარ ახლა დღის ეს რიგის შეთანხმების ვალდებულება ხო არ გამაჩნია რა ვიცი დამირეკავთ არა ვალდებულება არ გაქვთ უბრალოდ გვაქვს კითხვები თუ გაქვთ მსგავსი იყო პასუხი. შემდეგ ჩვენ ვცადეთ დაკავშირება ქართული ოცნების პრესსამსახურთან, თუმცა მათგანაც მივიღეთ პასუხი, რომ არ არიან დაინტერესებული ჩვენთან თანამშრომლობით. თუმცა ჩვენ თანამშრომლობა არ გვსურდა, გვინდოდა კითხვებზე პასუხების მიღება და შესაბამისად სამწუხაროდ ვერ მივიღეთ იმ კითხვებზე პასუხი, რომელიც გვაინტერესებდა. და შეგვიძლია გავაგრძელოთ ისევ ცვლილებებზე და ცვლილებებში იყო კიდევ არაერთი საკითხი, რომელიც შეეხებოდა მაგალითად რეორგანიზაციას და რეორგანიზაციის პროცესს, რომელშიდაც ასევე გაჩნდა არაერთი ჩანაწერი, რითაც ის შეფასდა რეპრესიულად. და რა იცვლება რეორგანიზაციის ნაწილში? მაგალითად, აქამდე არსებობდა მობილობის ცნება, რომელიც ეხებოდა მათ შორის საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციას, ლიკვიდაციას ან საჯარო დაწესებულების შერწყმას და სხვა საკითხებს. ახლა მობილობა საერთოდ აღარ ეხება რეორგანიზაციას. ანუ ამოღებულია რეორგანიზაცია ჩამონათვალიდან, რომელსაც მობილობა უნდა შეეხოს. და რა არის მობილობა? მობილობის დროს საჯარო მოხელეს, რომელსაც შეეხება რეორგანიზაცია, უწყების ლიკვიდაცია ან სხვა პროცესები, უნდა უზრუნველყოს საჯარო უწყებამ, რომ მისი გადაყვანა მოხდეს მის ტოლფას
ან უფრო დაბალ საფეხურზე, უწყების შიგნით, ან სხვა უწყებაში. ახლა გამოდის, რომ რეორგანიზაცია როდესაც მოხდება და ადამიანებს გაათავისუფლებენ, მაგალითად, მათთვის აღარც შეარჩევენ სხვა თანამდებობას და საერთოდ აღარ იქნება ეს გათვლილი მათთვის. ასევე, რეორგანიზაციის დროს გათავისუფლებულ ადამიანებს, მაგალითად, თუ გადაწყვეტენ ისინი, რომ სასამართლოში იდაონ, გადაწყვეტილების მოქმედება არ ჩერდება. ანუ ისინი მაინც სამსახურიდან გათავისუფლებულად ჩაითვლებიან და იმ პროცესში თუ მოხელემ იჩივლა სასამართლოში მოიგო და უკანონოდ იქნა ცნობილი მისი სამსახურიდან გათავისუფლება, მას სამსახურში აღარ დააბრუნებენ. ეს წერია კანონში, რომ არ მოხდება მისი სამსახურში აღდგენა. საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის შედეგად სამსახურიდან გათავისუფლებული პირის სარჩელის საჩივრის სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილება არ იწვევს სამსახურში მის აღდგენას. ეს ჩაიწერა პირდაპირ კანონში და რომც მოიგოს ადამიანმა მთლიანად მისი საჩივარი რომ დაკმაყოფილდეს, მას არ აღადგენენ სამსახურში და მისცემენ 3 თვის თანამდებობის სარგოს, ანუ კომპენსაციას. იმ საჯარო მოხელებმა, რომლებიც სამსახურიდან გაათავისუფლეს, შექმნეს პროფესიული კავშირი კონსტიტუციის 78 მუხლი. თუმცა აქაც შეექმნათ მათ პრობლემა, რადგან თავიდან დაუხარვეზა საჯარო რეესტრმა ეს განცხადება, შემდეგ კი წარმოება საერთოდ შეწყვეტა. და ბოლოსკენ შემიძლია მოგასმენინოთ კიდევ ერთი საჯარო მოხელის კომენტარი, უბრალოდ ყოფილი საჯარო მოხელის კომენტარი, რომელიც გაათავისუფლეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან. აზრი არ აქვს უბრალოდ, რაიმეს ხმამაღლა იტყვი, ჩუმად იქნები, არაფერს იტყვი საერთოდ, თუ ჩუმად იტყვი რამეს, აზრი არ აქვს არაფერს, თუ სისტემას სურს რომ მოგწდეს და ასე ვთქვათ, რეპრესიებში მოგაქციოს, ის ყველგან დაუცლებლად ყველა დროს მოგწდება, ამაში არაფერი არ შეუშლის ხელს, ამიტომ ჯობია რომ საკუთარ ღირებულებებს, რისთვისაც ჩვენ ასე ვთქვათ, საჯარო სამსახურში მუშაობთ, რა ღირებულებების მიმართაც ვართ ერთგული, ამ ღირებულებებს ვემსახუროთ, ჯობია საკუთარი პრინციპები და მორალი დავაყენოთ წინ ყოველთვის და ის რაც არ მოგწონს, ხმამაღლა დავაფიქსიროთ. უშიშრად და შესაბამისად ვიბრძოლოთ სიმართლისთვის.